Empezamos. Let's go. ვიწყებ, ეს არის ჩემი პირველი ვიდეო ქართულ არხზე, ფიტნეს არხი შევქმნით. ეს არის პირველი არხი ქართულად, რომელიც გასწავლით როგორ უნდა ევარჯიშოს. ეხლა არის 8:30, თუ არ ვცდები, 7 საათზე ავდექი. ეს არის არინა ავენა ქვია, ანუ შურის ფქვილი, ასე ვთქვათ, მე მგონი ასე ითარგმნება რუსულად. მეკუთვნის 230 გრამი. 230 გრამი, იმიტომ რომ ანუ მე უკვე 1 წელია უკვე გაზრდაზე ვარ. ადრე გავხდი, დავიკელი 90 კილოდან 79 კილოზე ჩავედი, 6% ცხიმზე ვიყავით და დავიწყეთ გაზრდა და ეხლა ამ შემთხვევაში ვართ გაზრდაზე. დღეში ვჭამთ 4500 კალორიას. ოღონდ სუფთად. და თითო ჭამაზე მაქვს 230 გრამი, ანუ ნებისმიერი ნახშირწყალი, ასე ვთქვათ. უბრალოდ მე ახლა ეს შევუკვეთე, იმიტომ რომ დიდი ხანია რომ ვჭამ, უკვე ჩემი უჭნაწლავი, ასე ვთქვათ, გადატვირთული არის და მაგიტო ახლა ვცდილობ, რომ იგივე მოცულობით ნაკლები მივიღოთ საჭმელი, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ბრინჯი რო ვჭამ ახლა 230 გრამი, ძალიან ბევრი არის. ბრინჯს ვჭამ მარტო შუადღით და საღამოთი ძილის წინ 230 გრამებს. ანუ შეიძლება ბრინჯი, ან კარტოფილი, ან სპაგეტი, ნებისმიერი, ან ნახშირწყალი 230 გრამი ნავჭამო, ოღონდ აუწონარი ანუ ასე ვთქვათ, ბრინჯი უნდა აწონო, სანამ მოხარშავთ. ყველა ნებისმიერი საჭმელი მასე. ბრინჯს რო ვწონი 230 გრამს, მოხარშული გამოდის 900 გრამი. ეხლა გვინდა ჩვენ ცილა, პროტეინი და всё. ეგ არის. ჭამ, იმიტომ ვაკეთებ ეხლა თუ არა შეგიძლიათ ჩვეულებრივ ნებისმიერი ხორცი ჭამოთ. ნიშნულობა არ აქვს, უბრალოდ მე რო ბევრს ჭამ 4500 კალორია არის ძალიან ბევრი უკვე. ასე ვთქვათ, ჩემი კუჭნაწლავი რო არ გადაიტვირთოს და უფრო ოპტიმალურად რომ იმუშაოს, მაგიტო ვაკეთებ ამას, თორე შეგიძლიათ, ანუ საჭირო არ არის, ასე ვთქვათ. იმიტომ რომ მე 2000 კალორიას რო ვჭამდი, მაშინ არ იყო საჭირო, არ ვჭამდი. პირიქით, რაც უფრო მეც ამ კრემებს და ინებს მოვიცილებ, იმიტომ მაშინ ვჭამდი ჩვეულებრივ ხრაშუნებს, მოცულობით მეტი არის და ანუ კარტოფილი უბრალოდ მეტი არის. 100 გრამზე აქვს 80 კალორია კარტოფილის და 100 გრამს ამას აქვს 370 კალორია. ანუ წარმოიდგინეთ, რამდენი განსხვავება არის. და ახლა ამას რო შევჭამ, მე კიდე მაქვს 10 საათზე 150 გრამი პან ინტეგრალი, ანუ პური ინტეგრალი, მე მგონი მასე ითარგმნება, ზუსტად არ ვიცი. და 60 გრამი ხამონი. მე 2 საათზე ისევ მაქვს 140 გრამი თათმის ფილე, ან ინდაურის ფილე და 230 გრამი ბრინჯი. შუადღით წავალთ 4 საათზე სავარჯიშოდ, სახში რომ მოვალთ, მე კიდე მოვჭამ 130 გრამი. ეს არის შოკოლადის, ანუ მე ტკბილეული არ მიყვარს, მაგრამ შემეშალა, როცა შევუკვეთე, ძალიან შოკოლადის გემო აქვს. აი ძალიან ტკბილი არის, გუშინ რო შევჭამე, დავტოვე და მე საღამოთი შევჭამე. ვერ შევჭამე, იმდენად ტკბილი არის. ანუ მე რო ავჭამ ჩემთვის, ანუ მე ძალიან მეტკბილება ეს შოკოლადის ქვილი. და საღამოთი მაქვს. ეხლა უკვე 5 გრამი ცილა ნამერია და საღამოთი მქონდა 20 გრამი. პირიქით ავავაკეთე, არა უშავრა. საღამოთი 6 საათზე მაქვს 130 გრამი ისევ ეს. ან ნებისმიერი ხრაშო, ან ნებისმიერი ან ცილა, მაგრამ მე ჩემთვის ეს მაქვს ახლა რომ მარტივი არის. და მე 9 საათზე ვჭამ დაახლოებით უფრო 9 საათზე ისე 230 გრამი, შეიძლება იყოს სპაგეტი, შეიძლება იყოს ბრინჯი, მაგრამ მე ვაკეთებ ბრინჯს და ბრინჯს ვჭამ, ჩემთვის ძალიან მარტივი არის. ეხლა ამას ავურევ, შევჭამ და ანუ დავიძები საქმეს გავაკეთებ, მე წავიყვანო ცუგო მყავს დიდი, ავათ მყავს და წავიყვანო ვეტექიმთან. და მე სახში შევჭამ საჭმელს და მე წავალ სავარჯიშო. და ამ ყველაფერს ვერ ჩავწერთ. და მასე გამოვიდა ჩვენი ბრინჯი. ეხლა მაქვს წყალს მოვიმარჯვებ და წყალით შევჭამო. წყალს. ანუ ძალიან თხელიც არ მინდა რომ ჩავასხავ, იმიტომ რომ ანუ უფრო სქელი მიყვარს. დროებით. გიმში მივდივართ ფეხით. მე წუთი სავალია დაახლოებით, მაგრამ მე ჩვენი ფეხით ვიარო, იმიტომ რომ ნაბიჯები უნდა გავიაროთ. დღეში მაქვს მონიშნული 2000-დან 8000 ნაბიჯამდე. თუ არ გავდივარ ამ ნაბიჯებს, ეს განმავლობაში მე სარბენ ბილიქზე, ასე ვთქვათ, დავდივარ. უკვე შევჭამეთ 150 გრამი პური ინტეგრალი და შუადღეს არ მიჭამია საჭმელი, შევჭამეთ ხინკალი გააკეთეს და ხინკალი ვჭამე. არ ვიცი რამდენი იყოს, სიმართლე გითხრათ, იმიტომ რომ იმდენად ბევრი მაქვს საკვები, რომ ანუ ვიცი რომ არ გადავწდებული ხინკლით, იმიტომ რომ
230 გრამი ნახშირწყალი არის სადღაც 200 გრამი 700 სადღაც 800 გრამამდე 800 კალორიამდე უნდა ვჭამო. მაგათ დავუმატოთ 140 გრამი ხორცი და კიდევ 100 კალორია სალათი და ზეთი, ზეითუნი ზეთი. ვიცი რომ ანუ გადაცდებით კალორიით არ გადავცდებოდი. საღამოთი დარჩენილი მაქვს ახლა 130 გრამი მხრაშუნა. ანუ ან პური ნებისმიერი ანუ ნახშირწყალი მაქვს დარჩენილი 130 გრამი და მე 9 საათზე დაახლოებით 100 გრამ 140 გრამ ხორცს. დღეს რაც გავაკეთე ახლა სიმართლე გითხრათ, ხორცი რაც ვჭამე იქნებოდა ხოლმე 300 გრამ ხორცამდე ის ხინკალი და ანუ იმას გავაკეთებ რომ ხორცს აღარ შევჭამ და ხორცში გადავცვალე ხინკალი. შევჭამ მარტო ცილოვანს და მაგას შევანაცვლე. კვირაში ერთხელ ან ორჯერ დიეტას ყოველთვის ვარღვევ. ამჟამად არაფერი მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ რომ მომატებაზე ვართ. გახდომაზე ვიყოთ კიდე შეიძლება, მაგრამ მომატებაზე არაფერი მნიშვნელობა არ აქვს მაგას. დღეს ახლა ზურგი უნდა გავაკეთო, დანარჩენს მე ვილაპარაკებ. იმედია ხალხი არ იქნება, დღეს არის შაბათი, ყოველთვის ხალხი არის ხოლმე. მე რაც მაქვს, ანუ დაწერილი მაქვს სია, ასე ვთქვათ. ანუ Excel-ში მაქვს დაწერილი რა უნდა გავაკეთო, ვარჯიშები, რეპეტიციები, სერიები, მთლიანი ყველაფერი აბსოლუტურად. წონები ყველაფერი წერილი მაქვს უკვე და ეხლა რომ მიდია უბრალოდ ანუ მე თუ ვიღაც დამიდგება წინ რომ რაც მანქანა უნდა გავაკეთო ის მანქანა მაქვს გასაკეთებელი მე გავარ და ველოდები იმიტომ რომ კარგი არ არის ასე ვთქვათ რა ანუ ყველას ვერ გაიგებთ ამ შემთხვევაში იმიტომ რომ ყოველთვის უნდა მიყვეთ ვარჯიშის რიგს რომ გაიგოთ რამდენი წონას ეწევით და ანუ გააქვთ თუ არა პროგრესი მაგ შემთხვევაში და მაგიტომ ყოველთვის ვცდილობ რომ შევარჯიშო საღამოთი შუადღით უბრალოდ საღამო ვარჯიშობდი ძალიან გვიან სამუშაოდან რომ გამოდიოდი 10 საათ 9 საათზე მივდიოდი ანუ არა 8-დან 10 საათამდე ვარჯიშობდი ხოლმე ამ შემთხვევაში შემიძლია ხოლმე რომ ვარჯიშო შუადღით 2 საათიდან დავიწყო ხოლმე ვარჯიში 2-დან 4-მდე ვივარჯიშო დღეს ახლა შაბათი არის და დამიგვიანდა იმიტომ რომ ჩემ შობლებთან ამჭამე საჭმელი დავით იმედია გავაუმჯობესებთ დღეს პირველად ვიწყებ ანუ უკვე დამიმთავრდა ასე ვთქვათ მესოფი კრო დამიმთავრდა უკვე ახალი და გავაკეთეთ ახალს ვიწყებ გუშინ მქონდა ბოლო ბიცეპსი გავაკეთე დესკარგა და დღეს მეწყება ახალი მესოსიკლო ამ მესოსიკლოში შეცვლილი მაქვს 2-3 ვარჯიშები არ შემიძლია სიმართლე გითხრათ ანუ არც არის საჭირო და გავაგრძელებთ იმედია რაც წონები გქონდა დაწყებული მაგას ავწევ ნახოთ ეს ჩანთა ძალიან ძიმია 10 კილო მაინც არის ანუ მაქვს წყალი გადასახები ჯოხი რავი ტასაცმელი შეიკერი მაქვს რომ ანუ ვარჯიში შუა ვარჯიში ასე ვთქვათ აქტივ ნახშირწყლებს სვავ ასე ვთქვათ რომ მეტი ენერგია მქონდა და ენერგია არ დამაგრდეს ყოველთვის ეს ზურგი მткиვა ხოლმე ფეხით მაგდრო დავდივარ ანუ ფეხით საროლე მაგიტომ მინდა რომ ნაბიჯები გავიარო სიმართლე გითხრათ თუ არა მანქანით მოვიდოდი სავარჯიშო უკვე მოვარ ცოტა ხანში მე გავჩერდი აღარ ვილაპარაკებ ბევრს და შევხვდებით შიგნით ვარჯიშზე კარგად არ მივდივართ მაგრამ ახლა სხვა გზა არ არის იმედია გავაუმჯობესებთ წონებს რა ვიცი დაბა
არ გამაუჯობესეთ, იგივე წონა უწეთ. სუნების შემდეგ, იმიტომ რომ ორი კვირა ქონდა ეს კარგა, მოვაკეთეთ, მაგრამ ვერ ვაუმჯობესებთ, მაგრამ არა უშავს, წონები უშევინარჩუნეთ. გამარჯობათ მეგობრებო. აგუშინ ვიდეოს ვაკეთებდი, დღეს რომ ამეტვირთა და შემექმნა პრობლემა, რომ არ დავამშვიდობ ვიდეოში და დღეს დაგემშვიდობით, უბრალოდ საღამოთი რაც გავაკეთე. ეს იყო ჭამე დავამთავრო ჭამა, რაც ქონდა საღამოთი ყოველთვის ჭამა 230 გრამს პრინს, ანუ მშრალად აწონილის და ანუ წყალშასაც ვასხავ, გამოდის დაახლოებით 1 კილომდე 900 რაღაც გრამი გამოდის. მაგიტომ ანუ საღამოს ჭამა იყო ჩემი ეგ და სხვა არაფერი არ გამიკეთებია, მე დავჯექი კომპიუტერთან და გამეპარა დრო, ვერც შევიწერე. დღეს რომ ვიდეოს ვაკეთებდი, რომ დავამთავრე, ბოლოში რომ გავედი ვიდეოს, მივხვდი რომ მაკლდა ბოლო ვიდეო. ეს ვიდეო მაგის არის, ანუ გემშვიდობებით. განსაკუთრებულად არ გამიკეთებია. მორთე იყო რომ ჭამა ვერ ავტვირთე. ბოლო ჭამა არ არის. ეხლა კი დაგემშვიდობებით და შევხვდებით მეორე ვიდეო. ზუსტად არ ვიცი რას გადავიღებთ და ვნახოთ რა გამოვა, რა ვიდეოს გადავიღებ არ ვიცით. ასე რომ გამოიწერეთ არხი. I vado a subscriveros, però no, გამოიწერეთ არხი.